მაშინ რაც მე ჩამოვედი საფრანგეთიდან ჩამოვედი იმ რწმენი და იმ რომ მითქვან passion და ის მქონდა ემოცია ენთუზიაზმი რომ ჩავთულიყავი მეც პოლიტიკურ პროცესებში მაშინ იყო ახალი მომხდარის რევოლუცია ვარდების რევოლუცია მაშინ მე სტუდენტი ვიყავი პარიზში იმ დროს და წავედი საფრანგეთის ჩვენ საერთაშორისო საფრანგეთის პარიზში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს და სხვა შორის მე მოძღვარმა მითხრა რომ შენ გირჩევ ახსარებაში თქვა რომ დიდი შეცდომა დავეშვიოთ იმიტომ რომ ვერაცნობიერებ ჯერ ამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის თუმცა მისი გჯერა დაუჯერებ კი ყველას ხო ასე თქვა პირდაპირ რომ ყველას გვინდოდა რაღაც ცვლილება უკეთესი მომავალი მით უმეტეს მე რაში ვცხოვრობდი ევროპაში საფრანგეთში პარიზში წარმოვიდგეთ მე მახსოვდა აქ რა ხდებოდა როგორი ის იყო ხო ამხელა კონტრასტი იყო და ნუ ეს ახალგაზრდული გაუცნობიერებელი ემოცია იყო და ჩამოვედი და მაშინ მოკლედ ვეძებდი სამსახურს და რა თქმა უნდა მინდოდა ეს პოლიტიკა და მაგითომაც დავიწყე მოკლედ სამსახურის ძებნა შემდეგ მოკლედ დავით მივადექი პირდაპირ მივედი სახელმწიფო კანცელარიაში საძახელზე ვარ და მახსოვს მეორე მხრიდან გვერდით მხრიდან არის ისაღები მაშინ კანცელარია იყო და მივედი ჩემი CV-ით რაღაც ჩამოვითან მეთქი აბსოლუტი დიპლომი ხო და გერთით ქალბატონი იყო ნუ ჩაიბარა მაშინ ისე გამოაცხადა სააკაშვილმა რომ ვეძახით განათლებულ სტუდენტებს ვინც მიიღო განათლება უცხოეთში და რაღაცა გვინდა რომ მათ გაუხსნათ ეს ნიჭიერ ახალგაზრდებს გზა უბრალოდ გავიარე რაღაც გასაუბრებები ერთხელ დამიბარეს ორჯერ რაღაც და ნუ დიდი ალბათობაა იმისა რომ გავხდე სტაჟიორი სააკაშვილის ადმინისტრაციაში რაღაც უცებ აი განგებას რო უნდა ალბათ რომ ასე უნდა მომხდარიყო რომ მიტყვიან მეორე შემოთავაზება მივიღე ქართულ ჯგუფიდან რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის იქ ხელფასიანი ალბათ იქ ხელფასიანი იქ უნდა $300 ეკნებოდა და მაშინ ფული ხელფასი იყო ძალიან და მაშინ ნუნუკამ დამიწყო რომ აი ძალიან გთხოვ არ გინდა პოლიტიკა ჯერ შევხედოთ ამათ რა ხდება ხო ხედავ რაღაც ქაოსია რაღაც არ გინდა დაელოდე ახალგაზრდა ხარ პატარა ხარ და ნუნუკა მეუღლეა უკვე კი მეუღლეა ჩვენს მნიშვნელოვანი არის უფრო სტაბილურობა რაღაც და დაუჯერე მას და უფრო ალბათ გადამწონა იმა რომ ოჯახი და ეს შემოსავალი და კეთილდღეობა მნიშვნელოვანი იყო აქედანაც ჩემი რაღაც პოლიტიკური ამბიციები იყო მოკლედ გადავწყვიტე რომ აღარ მინდა გავანები მივატოვე მაშინ მახსოვს ვიყავი 21 წლის დავდიოდი შავ კოსტუმით და ჰასტუხი მეკეთან ჩემს წარმოდგენაში უკვე პოლიტიკოსი ვიყავი ბავშვი ის მქონდა ემოციები და წავედი ქართულ ჯგუფში დავიწყე მუშაობა საგარეო ესე იგი შესყიდვების ლოჯისტიკის დეპარტამენტში მოკლედ და ვიყავი ერთ-ერთი სპეციალისტის თანაშემწე მე გავხდი სპეციალისტი მე ძალიან მალე სულ 1 წელიწადში გავხდი დეპარტამენტის მოადგილე რაღაც აღუბრებს უფროს მე დეპარტამენტის მოადგილე და რატომ თავარი ჩემი ასე ვთქვათ შეიძლება ასე თქვა საიდუმლო თუ ყოველთვის იყო რაც გითხარით ყველა საქმეს ვაკეთებდი აი თანაბარი სიყვარულით მონდომებით თავდადებით თავგანწირვებით და პასუხისგებლობით ყოველთვის აი დაჟინებული ვიყავი ჭაჭიდებული ნებისმიერ საქმეს და მიმაჩნია რომ ეს არის ერთ-ერთი თავარი რაც ყველა დამწყებმა ადამიანმა უნდა გააკეთოს თავდადების გარეშე არაფერი არ გამოდის თუ რაღაცეებზე არ თქვი უარი და მაშინ მე ბევრ ამაზე ვთქვი უარი საერთოდ გადართული ვიყავი ყველა მიდიოდა სპორტიდან საერთოდ ვერ იდებოდი მე არც სუფრები კეიფები რაღაც ჩემთვის დავიწყებული ჩემთვის თავი იყო საქმე მიზანი იყო მაშინ ჩემთვის უთხარი რომ ოკეი პოლიტიკა ცოტა ხანი გვერდზე და ველოდებით პოლიტიკაში მოსვლას მოგეთ ჩემთვის ვარწმუნებდი რომ ამდენი ხანი მოვიდი აქ ამ დროს ბრიგულად ფიქრობდი რა თქმა უნდა ბრიყვი ვიყავი იმიტომ რომ იმ ადგილზე ვარ თურმე სადაც უნდა იყო ხო ასე დამტკიცა შემდეგ უკვე შემდგომ წლებმა და ახლა უკვე შედეგებმა დაამტკიცა რომ თურმე ღმერთმა სწორად იმ ადგილას მიგიყვანა და შემდეგ ერთ-ერთ დღეს ეს იყო 2005 წლის 17 ოქტომბერი მე დავიწყე მუშაობა 4 წელს ქართულ ჯგუფში და ერთ წელიწადში დაახლოებით მოკლედ მეუბნებია რომ შეხვედრა სურს ჩვენი ჯგუფის დამფუძნებას და მფლობელს ბატონ ბიძინა ივანიშვილი ჩემ მეკითხა როდის იყო თქვენი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის 2005 წლის 17 ოქტომბერი მის სახლში ჯორვილაში და
ძალიან ღელავდი ხა, მაშინ ვიყავ 23 წლის ვიყავ. და მითხრა რომ შენ გაგვირდებოდი, კარგი ბიჭი ხარ, მინდა რომ ასე ვთქვათ პრომეტად განვითარდე, ამაში ხელი შეგიწყო. და რას ვფიქრობ რომ აი ქართულ ფონდში ჯერ ჩემი თანაშემწე გახდე და ჩემს პირად საქმეებში ჩაახტავდა რაღაც მინდა რომ ჩაერთო უფრო მეტად სხვა საქმეებში და ძალიან მალე უკვე დავინიშნე ქართულ ფონდის პრეზიდენტად. საქონლო ფონდი რომელიც 150-200 მილიონ დოლარს ხარჯავდა წელიწადში. და შეგახსენებთ რომ 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ჩვენს ქვეყანაში. მაშინ რა თქმა უნდა ესე იგი ჩვენს სხვანაირი ენერგიის, სხვა ენთუზიაზმი იყო ქართულ ჯგუფში და იმიტომ რომ თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში იმ დროს სააგაშოს პირველი წლები იყო ეს დაწყებული ჯარის რეფორმები, მშენებლობა ყაზარმების, შესყიდვები, სკოლების რემონტები, თეატრები, მუზეუმები თავისთავად. რაღაც აღშენებლობა რა, სხვანაირი ის იყო, სხვა ენერგია იყო მაშინ. და ვიცოდით რომ ეს ყველაფერი ამ ფონდიდან მიდიოდა. ბატონო, ყველაფერი. მათ შორის მინისტრების ხელფასები, საჯარო მოხელეების დანამატები თუ გახსოვთ მაშინ როცა დაინიშნა, ყველაფერს იხდიდა ბატონი ბიძინეევანიშვილის ფონდი. თუმცა ეს ყველაფერი არ ჩანდა. შეგნებულად. ეს იყო მისი პოლიტიკა გააზრებული, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს, ჩამოვედი საქართველოში, ვცხოვრობ საქართველოში და ვეხმარები ქვეყანას. აი ეს იყო მისი კრედო, მისი მთავარი ასე ვთქვათ ამოცანა. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე. ისეთი გამოცდილება, რომ ვერც ერთ უნივერსიტეტში ადამიანი ვერ მიიღებს ასეთ გამოცდილებას. რაც მივიღე ბატონი ბიძინასგან, მახსოვს ერთი ფრანგი წარმატებული ბიზნესმენი ფრანსუა პინო, მილიარდერი ცნობილი ადამიანია. ჩამოსული იყო ბატონ ბიძინასთან სტუმრად. და მეკითხებოდა ჩემს განათლებაზე. და უთხარი რომ ეს რაღაც უყვები რაღაც რომ ესე სკოლაში, უნივერსიტეტში, პარიზში ვცხოვრობ. გამაჩერებ. ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში ხარ ახლა. ამას ვერ ისწავლე, ვერ სადღაც ახლა სწავლობ შენ ამ ადამიანისგან. ასეც მოხდა, ასეც არის. მოგეთ შემდეგ ესე გიდგება ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ გვეცხადებს ბატონი ბიძინა რომ აღარ უნდა ქვეყანაში გაჩერება. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო ქვეყანაში. ხელისუფლება იყო გადასული აბსოლუტურად დიქტატორულ რეჟიმზე, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ და ის მეთოდები და ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ახორციელებდნენ, აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენთვის ყველასთვის. და ჩვენ გამოგვიცხადა რომ ტოვებს ქვეყანას. აჩერებს პროექტებს, შეიძლება რაღაცეები ფონდი დაიწყო. 2011 წლის სექტემბერი. და მაშინ მოკლედ მიდის ოჯახით, ტოვებს და აღარ დავბრუნდები ასეთი რაღაც გითხრა. და წინა დღეს დამირეკა, ეს არის 4 ოქტომბერი და მეუბნება რომ ხვალდილით ჩემთან რომ ამოხვიდე 9 საათზე. ძალიან საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ, რომელიც არასოდეს არ მithქონს საჯაროდ. ხდება ეზოში. ბატონი ბიძინა და მანზურ ჩუბინიძე, რომელიც ახლა არის სამთავრობო დაცვის უფროსი. და მაზვდის თვითონ ფურცელზე დაწერილ, თავის ხელით დაწერილ ამ ფურცელს და მეუბნება რომ გაეცანი. ნუ კითხულობ რომ გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ეს მინდა რომ გამოვაქვეყნოთ. უნდა არავინ არ უნდა გაიგოს, დილის 9 საათია. მივდივარ მოკლედ ქართულ ჯგუფში, ვიბარე პრესამსახურის უფროს, კეთავ ჩემს ოთახში. რა რეაქცია ქონდა? ძალიან გამიხარდა. მოვიდა ის მე პოლიტიკაში მოვა. კი. ძალიან გამიხარდა. ერთი ეს და მეორე ერთი პირადი, ეგოისტური ასე თქვა სიხარული და მეორე ის რომ მართლაც საუტანელი იყო იმ დროს ქვეყანაში ცხოვრება. და მოკლედ გავრცელდა ეს ისტორიული განცხადება. რა თქმა უნდა ეს ფურცელი ახლა ინახება ჩემთან, ჩემს სახლში, სეიფში. ისტორიული დოკუმენტი. ასე მოვედით პოლიტიკაში მოკლედ.